დიდი მადლობა, ვინც უკვე შემოგვიერთდა. გამარჯობეთ ვიყოთ მეგობრებო. შობას ახალ წელს გილოცავთ. ეს დღეებია საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული. ვარ ბედნიერი, რომ ტრადიციულად გელათში შევხვდი. აი სწორედ შობის დიდ დღესასწაულს. ძალიან განვიცდი, რომ მრევლი იმ რაოდენობით, როგორც ტრადიციულად არ იყო იმის გამოცალებად, რომ თავარ ტაძარში არ მიმდინარეობდა ეს საეკლესიო რიტუალი. წყინვალე დღეა, ამიტომ მე ტრადიცია არ დავარღვია და ძალიან როგორც იტყვიან, ძალით გამოვედი იქედან, იმიტომ რომ ბევრ რამეზე ვიფიქრე, ბევრი რამ არის, რომელიც თქვა მნიშვნელოვანია. მე იქ გელათში, ისე როგორც თელს ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის საფლავთან და უშუალოდ ტაძარში ფიქრის დროს ერთი რამ ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ მე ხმამაღლა ჩემთვის ჩემ თავს უთხარი. არავით არის კომპრომისი ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. არავით არის კომპრომისი არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით. არავით არის კომპრომისი ემიგრანტებისათვის, აი ასე, ანუ უცხოთომელთათვის ასე ღიად გაღებული კარები საქართველოში. არავით არის კომპრომისი ემიგრანტებთან ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად არჩევნებსაც ჩამოაცილეთ ეს ხალხი. არავით არის კომპრომისი ამ ჯარიმების თაობაზე, სამარცხვინო მდგომარეობა, რომ საქართველოს ბიუჯეტი ჯარიმებით და მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული. რომ არავით არის კომპრომისი იმის თაობაზე, რომ სოციალური მდგომარეობა არის კატასტროფული. რომ არავით არის კომპრომისი დემოგრაფიულ სიტუაციასთან დაკავშირებით. არავით არის კომპრომისი განათლებასთან დაკავშირებით. რომ რეგიონალური პოლიტიკა არის მკვდარი ქვეყანაში. რომ რეგიონებს პრაქტიკულად არავით არის უფლებები არ აქვს და ამის გამოა, რომ ყველა რეგიონში რამდენიმე კაცი უხეში გაგებით მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, რომ ატონობს და მათთვის არც გამგებელია იქ და არც საკრებულო და არავინ არ არის, საკრებულოს მათი დაკომპლექტებულია და გამგებელის მათი დასმულია. ამათ უკან გარკვეულწილად შავი სამყაროს წარმომადგენლები დგანან და არავით არის კომპრომისი ამას გამოკვეთილად ვამბობ იმის თაობაზე, რომ ასეთი კავშირია ქურდებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ეს არის კატასტროფა და არავით არის კომპრომისი. ძალიან ბევრ რამეზე ჩემთვის ვთქვი და ვარ ბედნიერი, რომ დღეს ჩვენ გქონდა წინა გადაცემებში რომ ვისაუბრე, რომ გამწევი ძალა საჭირო. რას ნიშნავს ეს გამწევი ძალა? ძალიან დიდი პროგრამები შევიმუშავეთ.
არავით არის საშიშროება იმისა, რომ ქვეყანაში საქმე წარმატებულად იყოს, არ არსებობს. არავით არის საშიშროება იმისა, რომ მოტივირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა, არ არსებობს. არავით არის პრობლემა იმისა, რომ ასეთი სოციალური ფონი იყოს ქვეყანაში, არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს წარმოუდგენელია. ძალიან ბევრ რამეზე, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, ანუ ის გამწელი ძალა ხელობაში მაქვს ყველა იმ რგოლის, ეს იქნება ქართული ერთობის დარბაზი, ფონდი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, მეცნიერთა კონგრესი, სააქციო საზოგადოება ქართული, ის რაც დაკავშირებულია სწორედ აი ამ ერთობასთან, ამ რგოლების და ამავე დროს ის რომ ჩვენ პრაქტიკულად საზოგადოებრივი პარლამენტის საქმე ერთობაში წამოვწიოთ და თქვით გარკვევით, რომ ჩვენ სათითაოდ შეიძლება წავიდეთ სწრაფად, მაგრამ ერთად წავალთ შორს. ამიტომ დღეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეიკრიბა და ჩვენ ალბათ გელათში 8 თებერვალს ძალიან სერიოზული განცხადებით ვიქნებით და ეს იქნება ალბათ დიდი ცენტრი, რომელიც იფიქრებს არა იმაზე, რომ ვთქვათ, აი ვინმეს ებრძოლოს ან ვინმეს წინააღმდეგ იბრძოლოს, არამედ იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს ქვეყანაში იყოს ერთობა და ვიფიქროთ საქართველოს და საქართველოს მომავალზე. ეს ძალიან სერიოზული რამ იქნება ჩვენ 17-19-ში გავაგზავნებთ ამ შეხვედრებს, მანამდე კიდევ რამდენიმე იქნება ესეთი. მე დღეს უყურებდი ამ ადამიანებს და ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება ამ მიწის, ამ წყლის, ამ ხაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი რესურსების, ამ ადამიანური რესურსების, ამ ინტელექტუალური რესურსების და ამ გეოგრაფიული პოტენციალის ქვეყანაში როგორ შეიძლება ცხოვრობდეთ ცუდად, ღარიბად, მაგრამ ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოში დღეს ხელისუფლებას და ოპოზიციას გულწრფელად ორივე ჯამში 25 მაქსიმუმ 30% უჭერს მხარს, დანარჩენი 70-75% ეს არის ოქროს ფონდი და პრაქტიკულად მამობილიზებელი ძალა არ არსებობს, რომელმაც ეს მოქმედებაში მოიყვანოს, რომ საქართველო გადარჩეს, ქვეყანა გადარჩეს და ქვეყანა წავიდეს წინ. არ შეიძლება რომ უმცირესობის დიქტატი იყოს უმრავლესობაზე, არ შეიძლება რომ უზნეო უმცირესობა ბატონობდეს ზნეობრივ უმრავლესობაზე. ჩვენ ძალიან სერიოზულ საკითხებზე ვიმსჯელეთ და ითქვა გარკვევით ის, რომ როცა ასეთი მე ჩემთვის ვთქვი, რომ როცა ასეთი ადამიანები ვკლავს ქვეყანაში, აი ვისაც დღეს უყურებდი, მე რეალურად ხედავდი და როგორი ანალიზი, როგორი მსჯელობა, როგორი აკადემიურობა, როგორი სიდარბაისლე, როგორი სიღრმე პრობლემების განხილვის და ასე შემდგომ, მე ვფიქრობდი იმაზე, რომ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში რომ ან ასეთი ხელისუფლება ყავდეს და როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ასეთი პარლამენტი ყავდეს. ეს რას ნიშნავს, უნდა ვებრძოლოთ და უნდა დავამხოთ, ისინი არა. ხალხს უნდა დავანახოთ, აი ის ადამიანები, რომელთა ერთობას შეუძლია ძალიან ეს ოქროს ფონდი, აი რომელიც როგორც გითხარით, არავის მხარს არ უჭერს და უკმაყოფილოა დღევანდელი მდგომარეობით და არ შეიძლება დღეს ამ მდგომარეობით მოაზროვნე ადამიანი კმაყოფილი იყოს, არა იმიტომ რომ ვთქვათ როგორც იტყვიან ხანდახან რომ მე რაც შემიძლია ვაკეთებ, აღარ არის საკმარისი. დღეს ქვეყანა ჭირდება ძალა, რომელიც გააკეთებს იმას, რისი მაქსიმუმის გაკეთებაც შეიძლება ქვეყანაში. გამოკვეთილად ითქვა და დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველას გასაგონად ვამბობ, უკვე ეს საერთო მოსაზრებაა, რომ დღეს ესე იგი 1 ლარი ბიუჯეტში შესული ასრულებს 15-20 თეთრის საქმეს. 1 ლარი ბიუჯეტში შესული ასრულებს 15-20 თეთრის საქმეს, რომ რეალურად ეს არ არის კორუფცია დიდი ნაწილი 70-80%, მაგრამ 20-30% ეს არის არაპროფესიონალიზმი, რომ ამას ემატება ის, რომ რეალურად იმ ფულით, რომელიც არის თბილისის თუ რეგიონების, ქალაქების, რაიონების ბიუჯეტში 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება, 5-ჯერ როგორც მინიმუმ 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება ამ ფულითაც, თუ სწორად იქნება ეს ფული, როგორც იტყვიან, თავარ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული,
თავარ პრობლემად მე ვთქვი ის რომ ეს არის სამუშაო ადგილი და აი იმ ჩამონათვალში ეს ერთ-ერთი უპირველესია სამუშაო ადგილების შექმნა. სამუშაო ადგილი არ არის ის, რასაც ჩვენთან ეძახიან სამუშაო ადგილის შექმნას. სამუშაო ადგილი ნიშნავს იმას, რომ 3000 ლარი და მეტი ხელფასი რომ აქვს. დანარჩენი ყველა პრაქტიკულად მონებად ხობს გაფორმებული. ასე ცხოვრება შეუძლებელია. ეს ძალიან დიდი და სერიოზული საუბარი. ვიმეორებ, შორს არ არის ის დრო, ალბათ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის დღეს და ამ დღეს ჩვენ ყველას ვიწვევთ, რომ მიიღოს მონაწილეობა და ეს დიდი ეროვნული შემოძახილი გაკეთდეს გელათიდან. ეს შეუძლია გელათს და ეს ევალება კიდევაც ქართულ ინტელიგენციას, მეცნიერებას, ეს ევალება ქუთაისს და შეუძლია ქუთაისს დიდი ეროვნული შემოძახილი უნდა გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე ახლა მაგალითად ვხედავ რომ ბატონი არჩილ თედიაშვილი, რომელიც აი გელათის მრევლია, ჩვენ ერთად ვართ იქ ეგრე უყურებს და მინდა მას მიმართო, რომ ძალიან ძლიერად, ძალიან ღონიერად, ძალიან კარგად უნდა შევძლოთ ამის ჩატარება, ყველას მიმართა. მე მქონდა საუბარი და ისიც ეს გამოქვეყნდა ბატონ გიზო თავაძესთან, ბატონ მერაბ ბაზავამ და მე წერლებთან ვაპირებ შეხვედრას, სხვებთან ვაპირებ შეხვედრას და აქედანაც შემოძახილს უკეთებ ყველას, რომ ესე იგი ძალიან კარგია, ძალიან მიხარებს ის, რომ სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, მაგრამ ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. მიწის გარეშე ვჩებით. საქართველოს გარეშე ვჩებით. ჯარიმებით ივსება ბიუჯეტი. სოციალური მდგომარეობა კატასტროფულია. დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია. განათლების რეფორმა აბსოლუტურად წარმოუდგენელი აგერ მიდევს ერთ დოკუმენტი, როდესაც კეთდებოდა განათლების რეფორმა, ეს არის ნახოთ რომელი რიცხვის გაზეთი არის, ასავალ-დასავალი 2006 წლის 10-11 ივნისის ალბათ, მოხოთ კიდე კარგად, რომ სხვა მაჩელება ნახოს 10-16 ივლისის ნომერი 28 2006 წლის. სათაური ეს რეფორმა უპირველესად სტუდენტების წინააღმდეგ არის მიმართული. და რომ წავიკითხენ, აი იქაც კი აი უბრალოდ გაბედული რო არის გასაგებია ეს ინტერვიუა ჩემი და ეს ინტერვიუ გაკეთებულია ძალიან ესე იგი სერიოზული ბატონ ტიტო ჩუბინიძესთან, მაგრამ ესე იგი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩამოყალიბდა მაშინ და ითქვა, რომ ეს რეფორმა უპირველესად სტუდენტების წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს რაც ხდება ეს რეფორმა, ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. ამიტომ აი გაჩუმება ამ საკითხებზე არ ივარგებს ალბათ. და ამიტომ ჩვენ სწორედ მეცნიერებს, ინტელიგენციას მიმართავთ. არავინ არ გთხოვთ თქვენ იმას, რომ იმ წინააღმდეგ გამოხვიდეთ. არავინ არ გთხოვთ იმას, რომ ხელისუფლება აქოთ. მაგრამ თუ ხელისუფლება ლანძღოთ ან აქოთ. ჩვენ თუ ხელისუფლება საკებია აქეთ, რომ გამოდით და საჯაროდ თქვით. ხომ არ შეიძლება რომ არც ერთ უნივერსიტეტს არაბული ქალაქების შენობასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუხატოს. მე გული დამწყდა რომ ესე იგი ეპისტოლეში ამ მიწებთან დაკავშირებით არაფერი არ ითქვა, თუმცა მე ვაპირებ სპეციალურად ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ კიდე დამატებით და ვაპირებ რომ ესე იგი ძალიან სერიოზულად აი ამ ეპისტოლეს თაობაზე, იმიტომ რომ ადამიანის რაობაზე ასეთი სერიოზული, გაღრმავებული ფილოსოფიური ეპისტოლე პატრიარქს არასდროს არ ქონია. ჩვენ პატივისმცემით ვეკიდებით ამას, მაგრამ ყველაფერი არის ესმის ძალიან ბევრი იმას, როდესაც პატრიარქი იმას ამბობს, რომ უნდა იცოდეთ, ვის უნდა ემსახუროთ, ეს არ ესმით, იმიტომ რომ აქ უფლის მსახურება არ არის. აქ არის ერთი კაცის მსახურება, ვისაც ფული აქვს. ფულიანის მსახურება ეს ანტიქართულია, ანტიეროვნულია. ამიტომ ყველაფერი ძალიან კარგად და გამოკვეთილად უნდა ითქვას. მე დღეს არ ვაპირებ ამ ეპისტოლეს თაობაზე საუბარს, იმდენად რამდენადაც შემიძლია რომ რამდენიმეს მონაწილეობის წინასწარ გავაკეთებ ამ განცხადებას და ვისაც ექნება სურვილი შეუძლია რომ ჩაერთოს მოვიდეს ტელევიზია ქართულ ტივიზე პირდაპირ ეთერში იქნება ეს გადაცემა. ეს წარმოუდგენელია რომ ჩვენ აი ეს მოვიჩვენოთ. მე გული მწყდება იმაზე რომ
აი ამდენი აკადემია ქვეყანაში და ესე იგი ყველა რაღაც ვთქვათ თავის პოზიციით, მაგრამ აი ქართული მიწების ამ არაბული ქალაქების შერულობის თაობაზე პოზიცია არავის არ გამოუკეთებს. იგივე ემიგრანტების ქვეყანა გადაარჩინეს ამ ადამიანებმა, ვინც წავიდა ჩვენგან და აი მონურ შრომაში იყო. დღეს ჩვენ დაგვიბრუნდა ერთი პიროვნება, ქალბატონი ელენე ხუციშვილი. ანუ დღეს პირველად ესწრებოდა ამ შეხვედრას და გახარებული ვარ და ძალიან ისეთი ღრმა ქალბატონია, მოაზროვნე ქალბატონია და 19 წელი იყო გარეთ, 19 წელი. და 19 წლის განმავლობაში რაც გაკეთებული აქვს თავის ახლობლებისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის, საოცარია ეს ყველაფერი. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებს, ეს ადამიანები საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს და ხმა არ მოუღია არავის. აქ თუ თქვა გაისმის ერთი და ორი კაცის ხმა, ჩემი იქნება თუ სხვა ვინმეს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ლაპარაკი არის ძალიან სერიოზულ იმაზე, რომ როგორ შეიძლება რომ ასე უდიერად, ასე დამოკიდებულებით იყვნენ ესე იგი აი ემიგრანტების მიმართ, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ, რომელიც აქ მე ჩამოთვალეს. მე დღეს რეალურად ძალიან კარგ რამეებს შევთავაზებ ჩვენ რეგიონალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ რეგიონების ფუნქციები არის წარმოუდგენელი. პარლამენტში ზის აქამდე იყო და ბატონი ლილუაშვილის მიერ დაკომპლექტებული ის მართავდა ქუთაისს. ეხლა პარლამენტში მეორე დეპუტატია, მე ვაპირებ მის ახლობლებს დაველაპარაკო, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ და ეხლა ის გახდა უკვე პატრონი ქუთაისში ყველაფერი იმისა, რაც დაკავშირებულია საკადრო თუ სხვა პოლიტიკასთან. როგორ ეკიდებით თქვენ? აი რა დამოკიდებულებაა ეს? ეს თქვენია იმის, რომ ბიძინა ავანიშვილი, რომელიც თითქოს რაღაც მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა, მაგრამ ვისაც ამის იმედი ჰქონდათ ოდნავ, ეხლა მაინც ამოიღეთ ხმა, როგორ შეიძლება რომ ერთ ვიღაც დეპუტატს, რომელიც დედის გინებისმეც არაფერს არ აკეთებს პარლამენტში, აი ეს კაცი იყოს ქუთაისთან დაკავშირებული, მე იწყვეტდეს ყველაფერს ქუთაისში. ასე არ შეიძლება ბატონებო ეს. მე ვამბობ ხმამაღლა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის იქ. მე დაველაპარაკები მათ ახლობლებს, შეიძლება სპეციალურად შევხვდე კიდევაც და უთხრა რომ და ესე იგი ეს დამოკიდებულება, რომელიც ვთქვათ არის მთელი რიგი რეგიონებისადმი და რეგიონების პატრონები გაუჩნდნენ პარლამენტში, არავითარი უფლებები არ გააჩნიათ, არც გუბერნატორებს, არც მერებს, არც აგრებულებს. ეს აგრებულები დაკომპლექტებულია მილიონერების და მდიდრების ახლობლების და მათ მიერ. და იქ მათ მიერია დასმული ქალაქის მერი იქნება თუ მისი მოადგილეები იქნება. ეს რაზეა ლაპარაკი, რა ქვია, რომელ დემოკრატიაზეა და რომელ წინსვლაზე და რომელ გამარჯვებაზე და რომელ ქვეყნის მომავალზეა საუბარი. ეხლა არის საჭირო დგომა, დღეს საუბრობდით იმაზე, ამ გამწევ ჯგუფს ვეუბნებოდით, რომ ძალა ვისაც შეგიძლიათ გამოვაცხადეთ ხმამაღლა, ეგრე ჩვენ გავთქვით, რომ თქვენ პოტენციალის, სერიოზული პოტენციალის მქონე ხალხი ხართ და ჭირდებით ამ ქვეყანას და თუ ვინც გადაწყვეტთ იმას და ვინც ჩათვლით საჭიროდ 17-ში და 19-ში ეს შეკრებები რომ იქნება მობრძანდით, ვისაც არ გაქვთ სურვილი, ნუ მოხვალთ. არავითარი პრობლემა ამისი არ არსებობს. ჩვენ ამ ადამიანების მიმართ გამოვხადეთ კეთილი განწყობა, კეთილი დამოკიდებულება და თვითონ შეუძლიათ თუ არა სიცოცხლის ფასად დადგნენ ქვეყნისთვის, ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაში არ ვერევით. ამიტომ ამბობ, რომ როდესაც ის გუნდი ჩამოყალიბდება და ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადი ბირთვი ალბათ 8 თებერვლისთვის ჩამოყალიბებული იქნება და ეს გაცხადდება ბევრი რამ გელათში 8 თებერვალს. აქ არ იქნება ლაპარაკი და რომ 1 და 2 კაცი, 3 და 10 კაცი რაღაც. აქ ლაპარაკი არის არა კიდე რაღაც საზოგადოებრივ მოძრაობაზე, აქ ლაპარაკი არის გამწევ ძალაზე. ანუ იმაზე, რომ დღეს დიდი შეხვედრები ხალხთან, ის რომ მოვიყვანოთ მოქმედებაში ის მექანიზმები, ის პროგრამები, რომელიც შექმნილია, არავის ასეთი დიდი პროგრამა, ინტეგრალური რესურსები ქვეყნის აგენ მიდევს მაგიდაზე კიდე არავის ასეთი პროგრამა არც დაუწერია ჩვენეთი 200 წლის წიგნი, დაგჭა იქ ფული ვერ გადავიხადეთ და გამოვიტანთ იმას კიდე ბევრი იმე შეიძენს ამ წიგნს და დარწმუნებული ვარ, ვინც ნახავს მომავალში, მას ისეთივე მოსაზრება ექნება, როგორადაც იმ ადამიანებს, ვინც ეს წიგნი ხელში აიღო და უბრალოდ რაღაცა ჩახედა, მიხვდა იმას, რომ ეს სერიოზული ნაშრომია მეცნიერული, მაგრამ მთავარია, რომ აქ არის მთელი საქართველოს პოტენციალი დანახული და ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ ცუდად ცხოვრობდეთ. ანუ ვიმეორებ, რომ აი ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს შანსი
რომ ძალიან ბევრ ამას გარეთ მიმდინარე პროცესებით რო ხსნით და იცით რა სოფლიო ინგრევა და ჩვენ როგორ უნდა სოფლიო არაფერი არ ინგრევა ტყუილია ყველაფერი მე ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ ესე იგი აი ეგ დღეს ბატონი ერეკლე საღლიანი მეუბნებოდა რომ ბატონი მერაბ კოსტაო ჩავიყვანეთო იმაში სვანეთშიო და როდესაც აი ესეთი არაოფიციალური შეხვედრა იყო თქვაო რომ რუსეთი კი ვიცით რა არის მაგრამ მოვა გარკვეული დრო რომ ჩვენ ეს რუსეთთან სიახლოვეც და ის რაც ამერიკასთან სიახლოვეც ორივე უბედურება იქნებაო ნუ ბატონი ერეკლე თვითონ უკეთესად ითქვის გვექნება ჩვენ ეს შეხვედრა მე არ მინდა ახლა ამ დეტალებში შევიდე მაგრამ მან სწორად განსაზღვრა და განჭვრიტა ყველაფერი ეს ახლა დღეს მე ბატონ ერეკლეს ვეუბნებოდი რომ რა თქმა უნდა იგივე პოზიცია გქონდა ყოველთვის და ვინ შეუძლია ნახოს თქვათ იგივე აი რო გამოქვეყნდება ახლა ის რაზეც მე ვამბობ მაგრამ უმუშაობთ კიდე რომ ყველაფერი აი ვთქვათ როგორია ჩვენი შეხედულებები რას ვამბობდით როდესაც ეს ხელისუფლება ფეხქვეშ ეგებოდა სოროს ეგებოდა დასავლეთს ეგებოდა ამას და ვამბობდით რომ გადაჭარბებულია ქართული სიდარბაისლი შეინარჩუნეთ არ შეიძლება ასეთ დამოკიდებულება მაშინ ჩვენ დავცინოდნენ ეხლა დღეს ისე ლანძღავენ საპირისპიროდ არც ის ქება და ფეხქვეშ გაგება იყოს სწორი არც ის ლანძღვა სწორი მე დღეს ქალბატონო ელენემ მითხრა ასეთი რამ და ჩვენ სამშაბათს ალბათ გვექნება მასთან ერთად საავტორო გადაცემა ჩემს საავტორო გადაცემაში ვიწვევ და აქ ვაცხადებ და მითხრა რომ აი უცხოეთში ისეა გაგებულიო რომ თქვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთი და ესე იგი მისაღებია ამერიკაო ჩემი ფორმულა არის მარტივი ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა ფული და პატრონები რომ საქართველოს არასდროს ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა საქართველოს ცივილიზაციის სათავეში იდგა სათავეებზია მუდმივად და ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რომ ვინმეს ფეხქვეშ გავეგოთ არამედ ეს ყველაფერი ჩვენ ღვთისმშობლის სილხვედრი ქვეყანა ვართ და ბევრს ნუეჩვენება ეს რაღაც გადაჭარბებულია აი თუნდაც ხედავთ ჩვენი გეოგრაფიული პოტენციალი და გეოგრაფიული მდებარეობა როგორია მე ვამბობ გამოკვეთილად და ხმამაღლა ის რომელიც წერია ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში საქართველოს უნდა იყოს თანამშრომლობის ტერიტორია თანამშრომლობის ქვეყანა ანუ ყველა ქვეყანას რაღაც დასაკარგავი უნდა კონდეს საქართველოში საქართველოს უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერეს და ზედების ქვეყანა რომ საქართველოში დღემდე ქართული ინტერესია იგნორირებული ხან ამერიკული და ხან რუსული ხან დასავლური და ხან რუსული ეხლა უკვე ჩინური ირანული არაბული ეს ყველაფერი არის უდიდესი შეცდომა ჩვენი ფორმულა არის ლაკონური და ძალიან კარგი საქართველოს უნდა იყოს თანამშრომლობის სახელმწიფო სადაც ქართულ ინტერესზე უნდა იყოს სხვა ქვეყნების ინტერეს და ზედება სხვა რამე გამორიცხულია ასე იყო ეს როდესაც თქვა აი ამ წიგნს წერდით ჩვენ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ მე გელაჩი როცა ვიღებდით ახალი განზომილება გვეყვა ახლა ამის ასე ჩვენება ჩვენ მუდმივად რომ არავინ არაფერი არ გააკეთა და ახლა უკვე რეალურად აი ვიწყებთ იმას რომ ჩვენ თვითონ ხალხთან მივიტანოთ ეს პროგრამები და თუ ხალხი დადგება ამ პროგრამებთან არავითარი პრობლემა არ არის ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა დღეს რომ აი ესე საუბრობენ წლების წინ ჩაწერეს მეცნიერებმა როგორც აი ამ პატივდების სიგელში 2006-7 წლებზეა ლაპარაკი და შემდგომ მუდმივად იწერება რომ საქართველოს წარსულის დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეუხებელია ოჯახის საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები აი ჩვენი პოზიცია ეს როდის 2006 წელში თქვით ეს ხმამაღლა მაგრამ ჩვენ სწორად გვაკრიტიკებს მოსახლეობა რომ კი ბატონო სწორამებს ამბობდით მაგრამ არ იბრძოლეთ მისი რეალიზაციისთვის აი ახლა ეს გამწევ ჯგუფი სწორედ გუნდი სწორედ ამისთვისაა საჭირო რომ ხალხთან მივიდეთ ამ პროგრამებით და რეალურად ხალხს უთხრათ უიმედობაში კი არ უნდა იყოთ ხელი კი არ უნდა ჩამოუშვათ და კი არ უნდა დავიმორჩილოთ ყველაფერ ამას არამედ გითხარით აი რომ წავიკითხავთ ამას თუნდაც აგერ მიწა წყალი ტყე წიაღისეული და ყველაფერი რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება ეს ელაჩი მიღებული ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინაა ამ დოკუმენტში წერია რომ განათლება პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს რომ მასწავლებლის ხელფასი ერთი ლარით მეტი უნდა იყოს ვიდრე არის მერის და გუბერნატორის ხელფასი თუნდაც მინისტრის ხელფასი
მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ესე იგი რომ ისინი რომ უნდა გქონდეს შემუშავებული რაღაც სხვა ლაპარაკი არის რომ თავარი ამ დოკუმენტში არის ის რომ ჩვენ ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესს და ზედების ქვეყანა უნდა ვიყოს. არა სხვა ქვეყნების ინტერესები უნდა იყოს თავარი, არამედ ქართული ინტერესი უნდა იყოს თავარი. ჩვენ გვაქვს უნიკალური დოკუმენტი, ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ჩვენ გვაქვს უაღრესად კონკრეტული 21 პუნქტიანი პროგრამა, რომ პენსია როგორ უნდა გაორმაგდეს და თქვათ იგივე ბანკებში ძველი ფული როგორ უნდა დაბრუნდეს, როგორ უნდა იყოს ეკონომიკა, როგორ უნდა წავიდეს, ყველაფერი ძალიან ლაკონურად. ისიც კი წერია ამ პროგრამაში, რომ არ შეიძლება თურქული ფილმები გადიოდეს ქვეყანაში და ქართული ფილმები შემოდებული იყოს თაროზე და ქართულ ფილმებს არ ვიღებდეთ. ის რა დღეს ჭირდება ქვეყანას და უაღრესად საინტერესო პროექტებია ხალხში და ჩვენ აი დავცილდით ამას ყველაფერს და რა ფილმებს უყურებს ხალხი, მოუწამლეთ საზოგადოება, ქართული ცნობიერება იწამლება, როგორ შეიძლება ამის ესენი ყველაფერი წერია ამ დოკუმენტებში. კარგი, გასაგებია, არ გაითვალისწინეს, იგნორირება გაუკეთეს, არაფრად ჩააგდეს. ეხლა ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ეს გამწევი გუნდი, ამას ჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი გვერდში დგომა ხალხის. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინმეს ვებრძოლოთ. ვინც საქართველოს ებრძვის, ხანდახან რომ გეუბნებიან, შენ ოპოზიცია ხარ, მე ვეუბნებ, მე არა ვარ ოპოზიცია. ოპოზიცია არის ის, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ოპოზიცია არის ქვეყნის ოპოზიცია ქვია მას და ხალხის ოპოზიცია ქვია. ხელისუფლებაც და ოპოზიციური ძალები ვისაც ქვია დღეს, ყველანი არიან ხალხის და ქვეყნის ოპოზიცია. ჩვენ ვრჩებით, ვართ და ვიყავით და ვიქნებით ხალხთან. აი ესაა განსხვავება. იმაში რომ არავით არის კიდე ახალი ძალა, მესამე ძალა, არა სად არსებობს პირველი ძალა, სად არსებობს მეორე ძალა, უბრალოდ არსებობს ფულის ძალა ქვეყანაში. ფულის ძალა ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ეს არის ინტელექტის ქვეყანა და აქ უნდა იყოს ნიჭის ძალაუფლება, არა ფულის დიქტატურა, არა ფულის ბატონობა, არამედ ნიჭის ძალაუფლება. აი დღეს უყურებდი ამ ადამიანებს, საოცარია პირდაპირ, აი ეგრე თქვა ალექსანდრე კავსაძე, რომელსაც ძალიან კარგად იცის გერმანიაში რა მდგომარეობაა. აი აქეთ ქალბატონი ელენე ხუციშვილი, რომელსაც 19 წელი ისწავლა და საბანკო სისტემები და ყველაფერი იქით შეისწავლა. იქეთ ქალბატონი მედია აბაშიძე, რომელსაც 12 ქვეყანაში იმუშავა და ზოგიერთი ესე იგი ევროპაშიც, აზიაშიც, ამერიკაშიც იცის გამოცდილება აქვს და სასაუბრამეებს გეუბნება. ისევია ვთქვათ პიროვნებები, რომლებიც დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ დღეს უნიკალური ანალიზები აქვს ბატონ სოსო ბაჩიაშვილის, ძალიან სერიოზული საგარეო საკითხების, ძალიან სერიოზული ანალიზებით ნახეთ დღეს პიროვნებები. ბატონი გია კვაშილავა, როცა ყავს ქვეყანაში და არის ქვეყანაში თუნდაც აი რომელმაც სასწაული რამეები ყველა უნივერსიტეტში იმუშავა, ყველგან იყო ესე იგი ყველა მუზეუმებში და ყველგან ამოკრიბა და საქართველოსთან დაკავშირებით სრულად ახალი ესე იგი რაღაც თეორიები შემოგთავაზა და რეალური როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში რამე გიჭირდეს ან ამ ხალხს მხარდაჭერა და გვერდში დგომა არ ქონდეს. იგივე ბატონი თემურ ჩილაჩავა, ესე იგი ასეთი ციტირებადი მათემატიკოსი, საქართველოს ბედნიერები ვართ რომ ყავს ასეთი ხალხი. ნუ აი ვიმეორებ რომ ეხლა ბატონ თენგიზ დიხამინჯია მოდის პირველი პარლამენტიდან და ის იცის ის განწყობა, რომელიც იქ ქონდა ჩვენ და რომ ბატონი პაატა შუბიტიძე ზვიადისა და მერაბის გვერდით იდგა და მოდის და დღეს გარკვეულწილად ნუ ვთქვათ ინტელექტუალურ იმას წარმოადგენს, რომელიც აი ამ დღევანდელ მოძრაობებთან არის დაკავშირებული. რა ჯობია, როცა ასეთი ადამიანები არიან, რა ჯობს ამას, როცა ვთქვათ შეგვიძლია ჩვენ ბატონმა კოტეკემულარიამ საოცარი ანალიზი გააკეთა უცხოეთში არსებული მდგომარეობის და ანუ ეხლა ყველას არ მინდა აქ რომ გავყვე, ანუ ვთქვათ ბატონმა შოთა იამანიძემ სასაულად კარგად აი ამ ჩვენი კოდორის ხეობასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი ისინი მე მახარებს ის რომ აი ასეთი ქვეყანაზე აქ იყო ამავე დროს ბატონი უდესიანი, ლერი უდესიანი, რომელიც ესე იგი მორწმუნე, რელიგიური, ქვეყანაზე შეყვარებული
აი თქვათ განწყობა იმის არის როგორ ისაუბრეს მათ თუნდაც აი იმ საკითხებზე რომელიც აი ამ სვანეთთან ტყეებთან ნუ ბევრ რამესთან არის დაკავშირებული როცა ასეთი ადამიანები არიან როცა ამათ არაფერი შეეძლოთ რომ გამდიდრებული იყვნენ მაგრამ ეგეთი რამ არ უკადრებიათ ამ ადამიანებმა შეძლეს ის რომ შეინარჩუნეს წესიერება პატიოსნება ამ ადამიანებმა შეძლეს ის რომ თქვათ მზად არიან რომ აი ქვეყნისთვის თავი დადონ ეს არ არის მარტო ერთი და ორი ადამიანი და მე არ ვამბობ იმას რომ ესენი არიან და მეტი არავინ არ არის ჩვენ თქვით იმის თაობაზე რომ თუ ჩვენ ყველანი მივეხმარებით და ტელევიზია ქართულს დაუდგებით გვერდით და ის შეხვედრა რომელიც ჩვენ გქონდა მომავალში პირდაპირ გადაცემით იქნება და ესე იგი რაღაც ეს გამწევი ძალა თქვა თუნდაც პირდაპირ რომ ხალხმა დაინახოს როგორი მოაზროვნე ადამიანები ყავს როგორი საინტერესო პიროვნებები ყავს დღეს ბატონი დავით გალეგაშვილი არ იყო ტელეფონით ჩაგვერთო ბატონი ვაჟა უთარაშვილი ეხლა უცხოეთში როგორი პიროვნებები არიან ჩვენ ამის თაობაზე არაერთი და ორი საუბარი გქონია თუნდაც კაბატონი ლუარანი ჟერაძე და უამრავი სხვა ის ანუ ამ ქვეყანას პრობლემა კადრების არ აქვს ამ ქვეყანას აქვს ერთი პრობლემა რომ სუსტი ეძებს სუსტს ძლიერი ეძებს ძლიერს როდესაც შეიკრიბება ძლიერი გუნდი ისინი სუსტების ზევნას არ დაიწყებენ დაიწყებენ ძლიერი ზევნას დავით აღმაშენებელი იყო ძლიერი და ეძებდა ძლიერებს და ეძებდა არა თავის მონებს არამედ ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება მისთვის რომ ჭყონდიდელი და არ იყო ჭყონდიდელი ისეთი მაგრამ არც ივანე პეტრიცე არ იყო ისეთი პიროვნება რომ ყველაფერზე თავს უკრავდა მეფეს და არც ჭყონდიდელი არ იყო ესეთი რა მაგრამ მან იცოდა რომ სწორედ ასე უნდა შექმნილიყო ეს და აი სწორედ ამ ჭიდილში იყო საქართველოს მომავალი და რა იმაში რომ ერთი კაცი არ უკადრებია დავით აღმაშენებელს რომ ჩემი განწყობით იცხოვრეთო დავით აღმაშენებელი ჭკვიანი ადამიანების განწყობას ქმნიდა და ეგ იყო ყველაფერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ცხოვრობს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შექმნილი პარლამენტებით დანიშნულია ბიზნესმენიც დეპუტატიც მერიც გუბერნატორიც მინისტრიც ყველა დანიშნულია ყველაფერი საინფორმაციო საშუალებებში ჟურნალისტები გინდა ყველა დანიშნულია ყველაფერი ფულზეა და ყველაფერი ფულითაა და როგორ შეიძლება რომ ამის გარღვევა ხო უნდა მოხდეს აი ამიტომ არის თქვათ აი ამიტომ ჭირდება ესეთი დიდი ხარდაჭერა აი ამიტომ არის საჭირო რომ თქვათ ის ტელევიზია ძლიერი იყოს რომ გავართ ხალხში გადაღებული იქნას ან იქიდან პირდაპირ გადაცემა მიდიოდეს სოფელი იკრიბებოდეს გვეუბნებოდნენ რადგან ხელისუფლებაში გონიათ რომ ყველაფერი კარგადაა ცხოვრობენ გაბედული ადამიანები ქვეყანაში და ილაპარაკებენ იმაზე რომ და იქნებ ვინმე მოვიდეს აზრზე ჩვენ ძალიან მარტივად და ლაკონურად ვამბობთ ვისაც გინდათ იყავით ხელისუფლება ის ოღონდ იცოდეთ ხელისუფლების მთავარი ფუნქცია ხელისუფლების მთავარი ფუნქცია არის რომ შექმნას კონკურენტული გარემო კონკურენცია იყოს ანუ ეს არის თქვათ კაპიტალიზმის მთავარი ისა ნიჭი ძალაუფლება კონკურენტული გარემო და მეორე ადამიანი იყოს დაცული მოკლედ ორთავე ეს მუშაობს იმის რომ ხელისუფლების სახელმწიფოს ფუნქცია არის მოსახლეობის კეთილდღეობა თავიანთ კეთილდღეობაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ მოსახლეობას უსგაფავს მაგრამ ვიმეორებ ეს ახლა ზოგადი ნათქვამია აი რომ დავაკონკრეტო კიდევ ერთხელ და ხშირად გავიმეორებ ამას საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას სიტყვის უფლებას საკუთრების უფლებას და გარანტია ყველაფერი ამის და უკეთესი ცხოვრებისაგან მისწრაფების უფლებას ვიმეორებ რომელიც ხდება გარანტი სიცოცხლის უფლების რომელიც ხდება გარანტი სიტყვის თავისუფლების რომელიც ხდება გარანტი საკუთრების თავისუფლების რომელიც ხდება გარანტი რომ ქვეყანაში იყოს ბრძოლა არა არსებობისთვის არამედ უკეთესი ცხოვრებისაგან იყოს მიდრეკილი ყოველი ოჯახი და ყოველი ადამიანი ესაა ხელისუფლება მაგრამ სიცოცხლის უფლებიდან სხვა რვარ გავშიფრო უფლებიდან გამომდინარე პირველი ხო არის სიცოცხლის გარანტი უნდა იყოს სიცოცხლის რას ნიშნავს იყოს სიცოცხლის უფლების გარანტი ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანს უნდა კონდეს საარსებო მინიმუმი ადამიანს უნდა კონდეს საცხოვრისი ბინა ადამიანს უნდა კონდეს განათლების მიღების თანაბარი უფლებები და არ უნდა იყოს რომ კერძო სკოლა ჯობია სახელმწიფო სკოლა ზეგასი არ უნდა იყოს
თუ სახელმწიფოა, კერძო სკოლა კი არა, სახელმწიფო სკოლა უნდა იყოს უკეთესი. და მეოთხე, სამედიცინო მომსახურების სამედიცინო გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, რომ დაცული აქვს ადამიანის ჯანმრთელობა. ეს არის ყველაფერი, ახლა როცა ვამბობ საარსებო მინიმუმი, მარტივად სხვა რამეს უნდა ავიღოთ ჩვენ ამას გავაკეთებთ ერთხელ, რომ ძალიან იმათ როგორ არის საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმი ქვია იმ კალათას, რომელიც აუცილებელია, რომ კალორიები მიიღოს ადამიანმა, იმუნიტეტი ქონდეს, როგორც ამას ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი გვეუბნება ჩვენ და ძალიან სერიოზული ცენტრის შექმნაზეა საუბარი ქვეყანაში, სიცოცხლის დაცვისა და სიცოცხლის გახანგრძლივების საერთაშორისო ცენტრის შექმნაზე. ისეთ მეცნიერებთან აქვს ურთიერთობა და ისეთი გუნდი და ისეთი გამოკვლევები აქვს ჩვენს მეცნიერებს და ისეთ რაღაცებზე მუშაობენ, რომ ესეც რეალური ხდება, აი სწორედ იმ ურთიერთობაში, რომელიც მსოფლიოს ლავრის სამეცნიერო ცენტრები რომ არის, მათთან არის ეს ურთიერთობები და აი დიდი ის არის კიდე სიმდიდრე, რომ ჩვენ დღეს რეალურად დათესილი ხო არის 10 ტონა ხორბალია მეცნიერთა იმით, რომელსაც ნატამალი არ აქვს, არავითარი შხამის, ქიმიის და არაბის და 50 ტონა კიდე ასეთი დევს, აი რომელსაც ეს არის ვებერთელა რამ, რომელიც შესაძლებელი გახდა როგორი ადამიანების მიერ, აი როგორც იტყვიან, შიშველი ხელების მქონე ადამიანების მიერ გახდა შესაძლებელი ეს. ჩვენ რეალურად შესაძლებელია, რომ 3-4 წელიწადში უკვე 4-5 გექტარი იყოს დათესილი, სადაც ყოველგვარი ქიმიის, პესტიციდების გარეშე იქნება ყველაფერი, ყველაფრის დარიშხანიც კი რვარ იქნება ჩადებული თაგვის საწინააღმდეგო ისეთი რამეები მოიგონეს ჩვენთან მეცნიერება და ვიმეორებ, რომ სასუქად რა იქნება გამოყენებული ტყეში მოპოვებული ფოთლები, გადამუშავებული ქართული ჭიების მიერ და ეს იქნება სასუქი, ორგანული. სასწაულ რამეებზე მუშაობენ ეს ადამიანები. სასწაულ რამეებზე. ჩვენ ცხოვრობთ გაჭირვებით და ძიმე მდგომარეობა გვაქვს და აი ბოლოს დამთავრდა ეს შეხვედრა, მე ტელევიზიის პრობლემებზე მეცნიერთა კონგრესში ვიმსჯელეთ და კატასტროფული ის გვაქვს მდგომარეობა, ვინც გვეხმარება, ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ თქვით, რომ მიუხედავად ყველაფერი ამისა, არ უნდა დავთმოთ პოზიციები, ის მეცნიერული პროექტი, რომელიც არის, ესე იგი, მეცნიერებას, პლუს საკუთრება, პლუს ფინანსები, პლუს რეკლამა, პლუს მენეჯმენტი, ეს ხუთეული ერთად შერწყმული, ეს უნდა გაგრძელდეს. ახალ ბიზნესზე უნდა იყოს ლაპარაკი, მომავლის ბიზნესზე უნდა იყოს ლაპარაკი. აქ ინტელექტუალურ მიდგომებზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ და თანაც ინტელექტუალური მიდგომებს ჩვენები სიძველეში ხედავენ, ისეთი რამეები ამოიღეს ძველი ჩვენი წინაპრების გამოცდილებიდან. ესაა საქართველო, ესაა მომავალი ქვეყნის. აი ვიმეორებ, რომ რატომ გვინდა ჩვენ ეს გამწევი ჯგუფი? იმიტომ რომ აქამდე ისეთი რამეები მოგროვდა, რომ 60 კაცს გვიწევს უკვე, ვთქვათ, გარეთ გამოვიტანოთ ეს, მაგრამ ეს 50 კაციანი ჯგუფი რომ იქნება და მოისმენს ამას, მარტო 50 კაცი 5 კაცს რო შეხვდეს და დაელაპარაკოს ეს და იქით კიდევ ვიღაცასა, ასე ნელ-ნელა გავა ამ იმაში, ეს გამწევი ჯგუფი იმიტომ ქვია ამას. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი ამ ხალხს ხელისუფლებაში, თუმცა დაინახავთ თქვენ როგორ მსჯელობენ ესენი და რა ანალიზები და როგორი ხედვა აქვთ ამას. როცა ყველაფერი შექმნილია, ყველაფერი აი ამ პროგრამით გითხარით ვინ გინდათ, ესე იგი, გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგვიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება, ეს რომ დარიგდა და მეორე გვერდზე თუ გვინდა არჩევნებით გაიმარჯვოს ქვეყანამ, ხალხმა და არა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, უნდა ესე იგი, პარტიებმა საარჩევნო სიეს ხალხმა უნდა შეადგინოს, რომ სია პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კი არ უნდა შეადგინოს, არამედ ხალხმა, თუ გვინდა ქვეყანამ გაიმარჯვოს. დასახელებულია უაღრესად საინტერესო ადამიანები. ეს პროექტი რომ მივიდეს ბოლოში, ამას სჭირდება სწორედ ეს გამწევი ჯგუფი. რომ მივიდეს ბოლოში ის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ესე იგი პატრიარქმა რომ ბრძანა, რომ სახელმწიფო კაცების აგრებულო, საჭიროა ეს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ გამოცდილება გვაქვს სერიოზული, რომელსაც ვალდხაბერმა დაუჭირა თავის დროზე მხარი, ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას. ეს მუდმივად ორგანოთ უნდა შევქმნათ ქვეყანაში. 4 წელი რო დამთავრდება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, კარგია თუ ცუდი, წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, აი უნდა არსებობდეს, აი სისტემა იმისა რომ შეჯამდეს და ითქვას იმის თაობაზე, რომ რა გააკეთა ამ ხალხმა, პროგრამა რაც ჰქონდა პროგრამაში
ჩადე შეასრულა თუ არ შეასრულა. აი ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას, აი სწორედ ეს პროექტი უნდა იყოს. ეს პროექტი უნდა გაცოცხლდეს. უნდა გაცოცხლდეს პროექტი თავისუფალი აზრის სახლის თაობაზე. ეს სასაული რამეა. ძალიან ცნობილი მართლა თავისუფალი აზროვნების პიროვნებები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ აი მოიკრიბონ, ესე იგი მოაზროვნე ადამიანები. აი ესენი იქ ამას ვამბობ ჩვენ კი არ ვიქნებით, მე კი არ ვიქნები. იქ იქნებიან სწორედ, აი ვთქვათ, პირობითად დღეს ითქვა, რაღაც თქვა ერთმა პიროვნებამ, რომ აი ბატონი დვალი მოიწვიოთ, ვთქვათ, თავისუფალი აზრის სახლის იმად. მე ვერ გეტყვით ახლა თავისთავად, მაგრამ ასეთი დიდი მეცნიერები ქვეყანას გარეთ ხავს და ქვეყანაშიც არიან. ჩვენ უნდა აი სწორედ აი ეს ხედვა დღეს, მომავლის ხედვა ეს ხედვა, არა ჩაკეტვა, არა ის რომ ბიზინა რას იტყვის. და არა ის რომ მე შტაბ-ჭრილება ამ დღეებში ბევრმა მხარი დამიჭირა, მაგრამ ბევრმა გამაკრიტიკა. მე ვამბობ რომ უჭირს ეკლესიას პოზიციის გამოხატვა, რატომ? იმიტომ რომ ყველა ელოდება პატრიარქობას და ამის გამო ყველა ცდილობს რომ ხელისუფლებასთან არ დაძაბოს ურთიერთობა. და ესე იგი ისეთ რამეებზე ხუჭავთ თვალს ჩვენ, რომელიც წარმოუდგენელია. აი ნახეთ, არ იყო იმდენი ხალხი სამებაში, არ იყო იმდენი ხალხი გელათში. ეს ხოლმე დამაფიქრებელია სერიოზულად. იმიტომ რომ ყველაფერი კარგავს ძალას და ყველაფერი კარგავს ავტორიტეტს. ან დღეს ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ ან ავტორიტეტის ძალა უნდა იყოს, ან ძალა უნდა იყოს ძლიერი და ან ავტორიტეტებს როგორც იტყვიან, ესე იგი ავტორიტეტების ძალით უნდა ცხოვრობდეს ქვეყანა. ან თქვათ ძალა უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხში მას ჰქონდეს დიდი მხარდაჭერა, აი ეს გუნდი რომელიც იქნება. აი როგორ შეიძლება თქვათ აი ესე მდგომარეობაში ამ ინტელექტის, ამ განათლების ქვეყანაში, ამ ისტორიის, ამ რეალობის, ამ დღევანდელობის, სადაც კი წავიდნენ ჩვენები, ყველგან აღფრთოვანებაა, სადაც მიდიან, რიგითი მიდის, ოჯახში მსახურობს, თუ ზეინკალია, ხარატია, თუ ელექტრიკოსი, თუ როგორ ვთქვათ აი ამის სპეციალისტია. ჩვენ იმაში ვნახეთ საბერძნეთში, რომ ყველა დეპუტატი ამას იწვევდა, ამ პიროვნებას, იმიტომ რომ შედიოდა ოჯახში ყველაფერი იცოდა ერთმა კაცმა. და თქვა რომ $15,000-20,000 მაქვს. თვეში ხელფასი ორ ყველა დეპუტატი და ხელისუფლების წარმომადგენლები რიგით გასვათ ჩემთან. აქედან წასული იქაურმა ბერძენმა იცის ერთი რაღაცა, თქვათ იცის ერთი რაღაც ამ ამ ელექტრონული იმის იცის რაღაც ერთი რამ, მაგრამ ამას სრულყოფილად რო ნახავ ყველაფერი და კაპელიც დააგო, სულ გაგიჟდეს ხალხი. ჩვენ ასეთი ხალხის ქვეყანა ვართ, ასეთი პატრონის, ასეთი მეცნიერების, ასეთი ინტელიგენციის, როგორ შეიძლება რომ შიშით ვიყოთ, როგორ შეიძლება, აი ამიტომ ისეთი გამწევი ძალაა საჭირო, რომელიც ამ ინტელექტს დაანახებს ქვეყანას, თვითონ იქნება ინტელექტუალური, თვითონ იქნება ენერგიული, თვითონ იქნება გაბედული, თვითონ იქნება გამოცდილი და თვითონ იქნება წესიერი და დაანახებს ამას ხალხს. როდემდე უნდა იყვნენ საქართველოში ხელისუფლებები, რომლებსაც ქურდები მართავენ? როდემდე? და როდემდე უნდა იყოს ამ ქურდების პარპაში? როდემდე უნდა იყოს ქვეყანაში ამ ფულიანების პარპაში? როდემდე უნდა იყოს ფულის ბატონობა ქვეყანაში? როდემდე უნდა იყოს ფულის ძალაუფლება, როდემდე უნდა იყოს ქვეყანაში? ფულის ძალაუფლება საქართველოში კლავს ქვეყანას. ფულის ბატონობა კლავს ქვეყანას. ქვეყნის განვითარება არის ნიჭთან, ნიჭიერებასთან, ის რითაც სავსეა ეს ქვეყანა. და აი სწორედ ესაა გასაკეთებელი, ეს ნაბიჯებია გადასადგმელი. და გვეშინია ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ ბიძინამ რამე არ თქვას. და იქ არ გამითავისუფლონ ვიღაცა სამსახურში რომ მუშაობს, ჩვენი წარმომადგენელი რომ იქნებ რაღაცა ამის. გვექცევა ქვეყანა თავზე რა დროს ამაზე ფიქრია. და ყველანი რომ სწორად მოიქცევით და სწორად რომ დაელაპარაკებით იგივე ბიძინას, ისიც არ არის პიროვნება, მას ირგვლივ ეს ქამელეონები რომ არ ესიოს და ისეთი ხალხი რომ არ იყვნენ, რომლებიც მუდმივ ქებადიდებას და დარწმუნებული ვარ ხა როგორ ელაპარაკებიან. მე რას მეუბნებიან როგორიაო, მაგრამ იმას ხო ვიცი, ხო ხედავ რასაც ელაპარაკებიან. ასეთი ადამიანები ღუპავენ პროგრესის მტრები არიან ესენი. და იგივე ბიძინა ივანიშვილის მტრები არიან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის უბედურება რომ ასეთი ხალხი უყვას. ვინ მეუბნება ბიძინა ივანიშვილს რომ მე შემიყვარეო და რაღაც ვინმე სხვა შეიყვარეო, ნუ გიყვარს ეს შენი ერთგულების ნუ ეძებ ქვეყნის ერთგულები. თუ გინდა ქვეყანა და ნუ გონია რომ ყველაზე განათლებული ხარ და ყველაფერის და რადგან დიდი ფული გაქვს, ესე იგი შენ დიდი განათლების გამოა, დიდ ფულს დიდი განათლება არ ჭირდებოდა. დიდი განათლება უნდა იმას რომ ფული არ გეშოვა. იმიტომ რომ ფული შოვნა წესიერად
ქვეყანაში დღემდე არ შეიძლებოდა. და მე ვერ ვხედავ ისეთ ინტელექტუალურ პიროვნებას ქვეყანაში, რომელმაც რაღაც ისეთი მეცნიერული გამოკვლევა გააკეთა, ან თქვათ ისეთი წიგნი გამოცა, რომ მილიონერი და მილიარდერი გახდა. ყველა არის ჩარჩულ ეკონომიკაზე გამდიდრებული და ხალხის გაღლეტვით გამდიდრებული. ეს არ არის ინტელექტუალური სიმდიდრე. და მდიდარ ადამიანებს თავის ცხოვრების ეშინიათ. იმიტომ რომ ფული აქვთ, მაგრამ ცოდნა არ აქვთ. აბა ეხლა მასკი ხო ხედავ როგორ თავისუფალი კაცია. არავითარი არ პრობლემა მას არ გააჩნია. მათ შორის ერთ საქართველოში, ვისაც თავის განათლება აქვს ისეთი, რომ არ ეშინია თუნდაც ნებისმიერი ვინმეს და დაუდგება იმს. რატო? იმიტომ რომ მხოლოდ ფული აქვს და მეტი არაფერი. მისი ძალა არის ფულში. საქართველოს ჭირდება ხალხი, რომელთა ძალა იქნება ნიჭში, უნარში, განათლებაში, მოქმედებაში და გონიერებით სავსე მოქმედებაში. აი ესა ინტელექტუალური რევოლუცია, რომელზეც ვლაპარაკობ ჩვენ. ფულით მართული ქვეყანა კატასტროფაა. დღეს რომ ეს ფული ვისაც აქვს, რომ მსოფლიოს, ესე იგი, ამერიკა რას აკეთებდა წლების განმავლობაში და სოროსი რას აკეთებდა ამ მეცნიერებს, ვინც იყო ჭკვიან ადამიანებს, პატარ-პატარა ფულს აძლევდა, იმათ რატო უნდა დავზრახოთ იმას, რომ ეს ფული მიიღეს, მეცნიერები არიან ფიზიკაში, ამათ მერე გარეთ გაქონდა ეს იდეები, ამას იყენებდა, იქეთ დიდარი ხდებოდა თვითონ. ჩვენ დღეს რეალურად ქვეყანაში გვყავს ტვინით გატენილი ადამიანები, რომელთა გამოცდილება აქ უნდა იქნეს გამოყენებული. აი ამიტომ ამაზეა ლაპარაკი და ქვეყნის გარეთ. აი აგერ აზიურ ნაწილში ერთ-ერთი ქვეყნის იმან მოიკითხა სად არიანო ეს მეცნიერები რო იყვნენ, უთხრეს რომ ზოგი საგადასახადოში და მოაბრუნეთ ყველანიო და 3000 ევრო დაუნიშნა თითოეულს ხელფასი. 400 თუ 500 კაცს. და უთხრა რომ იმუშავეთ თქვენი მემართულებითო და მოგეხმარებით პროექტების განხორციელებაშიო და სასაული რამე ხდება იმ ქვეყანაში. ვინც დაეკნო მეცნიერებს და მეცნიერებას, ის მიდის წინ. ვინც თვლის რომ ისაა თვითონ მეცნიერი ყველაფერი და რაღაც ინსტიტუტ შექმნის და ინსტიტუტ შექმნით იწყება, ეს არ არის მეცნიერება, ეს არ არის მეცნიერების დამოკიდებულება. და ის უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც ხდება, ეს არის მეცნიერების დისკრედიტაცია უბრალოდ. და უმაღლესი განათლების დისკრედიტაცია საქართველოში. ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ პროფესიონალები და სპეციალისტები, მაგრამ მათ მინუსმენს. აქ თავარია რომ იქ მიხვიდა და უთხრა გენიოსი ხარ, ბატონო ბიზინა და აი განათლების რეფორმის ისეთი პროექტი მოგვეცი, გენიოსი ხარ. გამოვა უკან მე გარეთ და იტყვის რომ რა ვქნა, ეს თუ არ ვქი მოგხსნიან. ეს არ არის ტრაგედია. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზულ რამეებზე ფიქრობთ, როგორც გითხარით, ძალიან სერიოზულ რამეებზე და ბოდიში მინდა მოგიხადოთ, სულებით ხედავდით იმას, რომ ბევრი რომ წერდით, ბიჭო, ბატონ თემურ, ამდენი პროგრამა, ამდენი რაღაც, ყველაფერი გაუგზავნეთ ერთხელ იგნორირება, გაუთხალეთ მეორედ იგნორირება, გაუგზავნეთ მესამედ იგნორირება. სწორად ვკითხა დღეს ქალბატონმა ელენე ხუციშვილმა, კარგი კი ბატონო, მერე რა, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენი ამოცანა რა არის? რა დღეს მე შევთავაზე ერთი რამ, რომ აი გელათში მე ვაპირებ, აი ვინმე რომ ითხრას, რომ რა უნდა იყოს ჩასმული, ვთქვათ, ეროვნულ შემოძახილში. ქვეყანას არ გააჩნია განვითარების პროგრამა. არ ვიცით რა დარგები უნდა განვითარდეს ქვეყანაში და ვაკეთებთ უმაღლესი განათლების რეფორმას. ნუ ეს ხო სიბნელეში მუშაობა. ვინმე გვითხრა რომ აი როგორი უნდა იყოს, აი ვინმესგან მოგისმენიათ? ტურიზმი მესმის ირგვლივ, ეს ხო დაღუპვა ამ ქვეყნის. საქართველოს მომავალი არის ტურიზმი? ან თუნდაც სვანეთის მომავალი ტურიზმია? ვინ ამბობს რომ ტურიზმი არ იყოს, მაგრამ ტურიზმზე დაყრდნობილი ქვეყანა, რა ქვეყანა და საქართველოს ტურიზმზე დაყრდნობილი შეიძლება იყოს? და მასადამე რა დარგები გვინდა? ფუნდამენტურ მეცნიერებებს გასაგებია ვერ განვავითარებთ, მაგრამ გამოყენებითი მიმართულებით ხომ შეიძლება? რა გააკეთა ჰოლანდიამ ჩიპების პროგრამა მათ ჰქონდა და მსოფლიოში პირველი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიხედვით ჩვენი ზომის ჰოლანდია ამერიკის შემდგომ მეორე ქვეყანაა. როგორ გააკეთა ეს? მეცნიერებით
მეცნიერებაზე დაყრდნობით და მეცნიერული პროგრამებით. ჩიპები აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა? ან თუნდაც რა გვინდა ჩვენ ამ ქვეყანაში? რა ტურიზმი გვინდა თუ ბალნეო ტურიზმი გვინდა? მე მაგალითად ბალნეო ტურიზმის მომხრე ვარ და უამრავი ადამიანი, რომელიც წასულია გარეთ ემსახურება ოჯახებში, მოbrunდება, აბა მიეცით კარგი ხელფასი, რა მდგომარეობა იქნება? ბალნეოლოგიური აგერ და ბალნეო ტურისტები ისინი გვაქვს, რა ქვია ეს კურორტები გვაქვს, უნიკალური წყალტუბო, ბორჯომი. და აბა შექმენი ერთი ბალნეო ტურიზმის პროექტი, პროგრამა. და დაიწყე 2-3 წლიანი 50 მილიონი უნდა სულ რომ მოიყვანო მოქმედებაში. ლაპარაკია ეს რომ ამოქმედო 100-მდე ის არის ძუღურში გინდა თუ საერთოდ ყველაფერია მიტოვებული, მიგდებული და ვეუბნებით რომ აუზი გავაკეთო და წყლის ის გავაკეთო ხალხო, ადამიანებო, სამუშაო ადგილები შექმნით. რაღაც მიმართულება მიეცით ყველაფერ ამას ამ ფულს, ესაა მეცნიერება. ჩვენ ლაპარაკობთ რომ დღეს ის აფულის იხარჯება პარკების და სკვერების მოწყობაში. ერთი წელი რომ ეს ფული ჩაიდოს, ერთი წელი რომ ჩაიდოს ეს ბალნეო ტურიზმში, ესე იგი საქართველოს ექნება წარმოუდგენელი ესე იგი პერსპექტივა გაიშლება და ადჯერ მეც ჩავდებ ხარ ბაღების და სკვერების იმაში. ბაღი და სკვერი არ იძლევა შემოსავალს იძლევა ძლიერი წყალტუბო, ძლიერი ბორჯომი. რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში როგორი კურორტებია, პატარ-პატარა, მაგრამ აი სული ხელის საკვრა უნდა ზოგიერთს, მეტი არაფერი. და სასაული რამ შეიძლება იყოს. ფული ამაში არ იხარჯება. 15 მილიონი ქუთაისის მერიის იმ პარკი რომ მოაწესრიგეს, ახლა მე ქალაქის მერი ვარ და ხო ვიცი 1 მილიონად გავაკეთებდი ორჯერ უკეთეს. 15 მილიონი დახარჯეს, ხო? 15 მილიონი სამუშაო ადგილი რომ შექმნილიყო ქუთაისში. ხვალ 10 ჯერ უკეთეს პარკებს და იმას გავაკეთებდით იქეთ. პირველი ნომერი არის სამუშაო ადგილი ხალხო. აი იმისთვის იქნება ეს გამწევი ჯგუფი რომ ვიცოდეთ რა არის პირველი და რა არის მეორე. საქართველოში მეათე ხარისხოვანი, რატო? იმიტომ რომ უცხოელი გეუბნება იუსტიციის სახლი ააშენე. რატო გეუბნება იმას ადვილად გააფორმოს ქონება სხვაზე, რომელიც მოდის აქ და გაიყიდა საქართველო. მე მეუბნებიან რომ შენ რომ საუბრობ რომ რუსთაველზე 31-ში საღამოსო საქართველოს ნატამალი არ იყო, ერთი გენახად 30-ში და 31-ში რა ხდებოდა იუსტიციის სახლშიო. ქართველს ვერ დაინახავდიო. რიგები იდგა, რას აკეთებდნენ? მიწას იფორმებდნენ, სახლებს იფორმებდნენ, ქონებას იფორმებდნენ, ყველაფერს. გავგაკეთებინეს ეს და ფული მოგცეს სესხად და გითხრეს ააშენეს რომ ადვილად გაუფორმოთ. ვინ არის წინააღმდეგი, მაგრამ სამუშაო ადგილი ბატონებო, რომელიც რეალურ პროდუქციას ქმნის. ტუალეტის კახალდი ვეღარ გაგვიკეთებია ქვეყანაში, პირსახოცი ვერ გამოგვიშვია, ასალთი არა გვაქვს, მარილი არა გვაქვს, თანაც რომელ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი არეულ დარეულია. ჩვენი ხორბალი მოვკალით, იუნესკომ გვითხრა რომ უნიკა ხორბლის ქვეყანა ხართ თქვენო და რუსეთიდან მოგვაქვს კატასტროფა ხორბალი. 80% ჩვენი პროდუქტები გარედან შემოდის, ქვეყნის გარედან. და ნაცვლად იმისა, რომ ფული ჩავდოთ იმაში, რომ ჩვენი სოფელი დავაყენოთ ფერზე და მერე მივხედოთ სხვა რამეს. არა. მან და მაინც უნდა ის გავაკეთოთ, რა ქვია ეს, ვინმე ხوار ამბობს, რომ წყალსადენი არ გავაკეთოთო. ვინმე ხوار ამბობს ასეთ რამეს, მაგრამ ვიმეორებ იმას, რომ ბაღების და სკვერების მოწყობა ქუთაისის ბაღი მოითმენდა 5 წელი, 6 წელი, თანაც იგი დიდი განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო. როგორ უნდა 15 მილიონი ხალხო. 15 მილიონი. ახალ თეატრს ავაშენებ 30 მილიონად. ლარად. რეკონსტრუქციაში ხარჯავენ 30 მილიონს. ვინ ეკითხება ამას იმ ქალაქს და რაიონს? ხარჯავენ. ფული კეთდება ამაში ყველაფერში. მაგრამ სამუშაო ადგილი რო შექმნა, იქ ფულს ვერ გააკეთებ. იქ უნდა მიცე რომ თქვათ რომ ღირს აი რაღაცის წარმოება რომ არის ის რამდენობა ფული უნდა მიცე. იქ მაგრამ აი როდესაც გზა კეთდება, ესე იგი ბაღი კეთდება, სკვერი კეთდება 50% იმ წუთშივე მოწყდება ფული. და მიდი ჯიბეში, ილექება. და ვინ არის ამას? ვისთან მიდის კიდე ეს ფული? ვინ აკეთებს ამას? ვინ აშენებს ამას ყველაფერს? ერთდროულად ამდენი მშენებლობა ქვეყანაში წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენი მშენებლების აღარ არავინ არ აქვს ჩვენ აქ ახლა
შემოყავს გარედან და ჩინელები და თურქები და ისინი აშენებენ და აკეთებენ და ახლა ყაზახეთიდან და იმიდან მოვიდნენ უკვე მუშები აქეთ რატომ იმიტომ რომ საქართველოში არა გეგმოზომიერად კეთდება ყველაფერი ერთდროულად არ შეიძლება რომ აი ამდენი სასტუმროს მშენებლობა მიდიოდეს და ამ სასტუმროს სახლების მშენებლობა ამდენი არც პროფესიონალი ყავს არც სპეციალისტი ყავს და ვიმეორებ თანაც ამ სახლებში ყიდულობდნენ უცხოელები ბინებს და ჩვენი არავინ არ იყო შიგ და ყველა დეველოპერი პარლამენტში შეიყვანეს შეიძლება მართალი ხარ ყველაფერში მაგრამ დისკუსია ხო უნდა იყოს ამაზე ამიტომ თქვა ერთ-ერთი მე რომ გითხარით რომ პირველი ნომერი არის რომ განვითარების ვექტორები უნდა გამოიკვეთოს რა არის ეს განვითარების ვექტორები ჩვენ ძიმე მრეწველობა გვინდა მსუბუქ მრეწველობა გვინდა კვების მრეწველობა გვინდა ტურიზმი გვინდა აგროტურიზმი გვინდა სპორტული ტურიზმი გვინდა რა 1000-ნაირი სახეობები ესენი ყველაფერი და როდესაც დავითათბირებ და ამიტომ ჩვენ თავაზობთ გელაჩი ნუ მე ყოველ შემთხვევაში ამ წინააღმდეგობას თუ მიიღებენ თორემ მე ცალკე გამოვიტან კიდე ამ წინააღმდეგობას იმის თაობაზე რომ რას ნიშნავს ეროვნული შემოძახილი არის ერთი რომ არა მარტო ის უბრალოდ ვილაპარაკოთ რომ აი ერთად ვიყოთ რაღაცა ვიყოთ და შემდგომ არა ბატონო მე ამას არავის არ ვეუბნები მე ვლაპარაკობ იმაზე რომ მოდით ერთი მომავლის საქართველო ასეთი სათაურით ჩავატაროთ დიდი საერთაშორისო კონფერენცია ერთი კვირა უნდა ამას ხა ვინმე იტყვის რომ კიდე ლაპარაკი არა ბატონო ეს არ იქნება ჩვენ ვეუბნებით რომ გამოიტანეს საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგისმენია თქვენგან როგორი საქართველო გინდა თქვენ გამოიტანე რა ერთი და წაგვიკითხეთ მოხსენება როგორი საქართველო გინდა თქვენ ერთი გააკეთოს მეცნიერებათა აკადემია ერთს გააკეთოს მეცნიერთა კონგრესი თუ ვინმეს აქვს სერიოზულად ეს პროგრამა კი ბატონო კიდე გააკეთოს ქვემოც ხალხმა დაინახოს ვინ რა პროგრამას გამოიტანს თანაც რომ გამოიტანს პროგრამას იმ თუ ვინმე იტყვის რომ ამის შესრულება შეუძლებელია თვითონ უნდა ხდებოდეს პატრონი იმ პროგრამის შესრულების ამავე დროს ეს პარტიები ქუჩაში კი არ ვაკვიროთ არამედ ყველას უთხრათ მომავლის საქართველო თქვენი ხედვა თითო საათიანი მოხსენებები გამოიტან ეს იმათ ვისაც გინდათ გამოიტანეთ 15-20-იანი მოხსენება როგორ 1-3-4 დღე ჭირდება ამ კონფერენციას მოსახლეობა მოისმენს უყურებს ამას ნახავს შეხედავს ვინ როგორ ხედავს საქართველოს მომავალს მე შევქნათ ერთიანი ჯგუფი და უთხრათ რომ მოკრიბეთ ვინც კაი საინტერესო და რაღაცეები თქვა და მოდი ერთი კარგი პროექტი მივიდა რომ დავამტკიცოთ პარლამენტში შევკრათ ქვეყანა ხალხო რას ვჩხუბობთ ერთმანეთში და ბოლოს ვამთავრებ ერთი რამით მე მინდა გითხრათ რომ აი ესე იგი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესთან საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ თქვა რომ აი როდესაც ღმერთი ეს ერთ-ერთი შვიდობა სათნოება ეს სამი რამ არის აი დიდი ლოცვა რომ არის რომ ღმერთთან დაკავშირებული და მე შვიდობა და მე სათნოება კაცთა შორის უფალი ამბობს და ბიბლია ამბობს რომ შვიდობა კი არ არის მთავარია კაცთა შორის სათნოება კაცთა ქოშა სათხედავ თქვენ ხელისუფლებებში კაც იქ ხარ არის რომ შენი პარტიის წევრების სათნოებაო ანუ შენი პარტიის წევრების მიმართ სათნოებაო კაცთა შორის სათნოებაო ნახეთ როგორ კარგად ჩამოაყალიბა პატრიარქმა ეპისტოლეში როგორ კარგად არის გიხმარდეთ ერთმანეთი მოყვასი მაგრამ ნახეთ როგორ ასაბუთებს მე კიდე უფალს არ გაუკეთებია განმარტებაო მოყვასი როგორი უნდა იყოსო აი შენი მომხრე მოწინააღმდეგე თუ რაღაც ჯო პატრიარქი რასაც გვეუბნება იმის საწინააღმდეგოს მოქმედებთ თქვენ რომ დადიხართ ამ ესე იგი ამ სადაც თქვათ აი ამ დიდ ღონისძიებებზე და ხართ თქვათ და ისმენთ აღსააღდგომო ეპისტოლეს და სამებაში თუ გარეთ ისმენთ კი მაგრამ რა წერია კარგად ხო უნდა ამას საკითხო იქ წერია რომ ღმერთია ჭეშმარიტებაო და მას უნდა უსმინოთო არა ვინმესო კონკრეტულად შენ ლიდერსო ღმერთი ჭეშმარიტება არის ის მეორე ის არის რომ შვიდობა ქვეყანასა ზედა შვიდობა და მთავარი იქ წერია ეს რომ კაცთა შორის სათნოება
გიყვარდეთ ერთმანეთიო. ჩვენ სიძულვილით ვართ. აი ამ დღეებში მე პრეზიდენტის გამოსვლა მოვისმინე, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა მოვისმინე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მოვისმინე. ხალხო, სად გაიზარდეთ? სად გაიზარდეთ ხალხო? არა და ვიცი რომ ბევრის ოჯახი კარგი იყო. ეს რა არის? ეს რა ლანძღვა გინება? რა უბედურება ეგ? ოპოზიციაზე აღარ არის ლაპარაკი. ტელევიზიები ლანძღვა გინება. ოპოზიცია ლანძღვა გინება. ხელისუფლება ლანძღვა გინება. თუ პატრიარქი გეუბნება კაცთა შორის სათნოებაო. პატრიარქი გეუბნება გიყვარდეთ ერთმანეთიო. ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოს. რატო დადიხართ მაშინ ტაძარში? ნუ შეხვალთ მაშინ ტაძარში, ან რომ მოусმინეთ პატრიარქს. თქვით მაშინ რომ არ იზიარებთ ამას, როგორც ბიძინა ავანიშვილმა თქვა ერთხელ და ეკლესიის განადგურების პროცესი დაიწყო მაშინ რომ პატრიარქი არის უფლისენით მოლაპარაკე ადამიანი. მე ბევრ ვინმეს თვის მithქვამს რომ ერთი ღამე გაათიეთ გელაჩი. აი თუნდაც იქ რაც არის აი კელიაში. მეორე დღე შეიძლება სხვა კაცი გამოხვიდე. ამიტომ თქვენ ნუ ფიქრობთ იმაზე რომ აი პატრიარქი არავის არცეც ერთი ღამე კელიაში კი არა არც რომელიმე იმაში არ აქვს გათებული. ვინც ხელისუფლებაშია დღეს და ყველაზე დიდი ტრაგედია იმაშია რომ ეკლესიაში სიარულს იწყებენ იმის შემდგომ რაც პოლიტიკაში მოდიან ან პოლიტიკაში არიან. ყველაზე საშიში ის ხალხია ქვეყნისთვის, როცა ქვეყნის პირველი პირები მერე იწყებენ ეკლესიაში სიარულს, როდესაც ხელისუფლებაში მივლენ ან ხელისუფლების გზაზე როდგანან. ეგ უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის. უბედურება. მე ვთქვი ამ რამდენიმე ხნის წინ და ბევრ ვინმეს გული ეთკინა. კი ბატონო, მეც ვთქივა გული ამაზე. რომ მე როდესაც ტრაპეზზე ხალხი ვნახე, რომელიც არ მინახავს არც ტაძარში საშობაო ესე იგი წირვალოცვაზე არ მინახავს არც აღდგომო და ცისკრის წირვალოცვაზე ვნახე არიან ტრაპეზზე. ვინ არიან ესენი? ვინც ხალხი გაღლიდეს და შეჭამეს. ტაძარში ღამე ყოფნა არ უნდათ და საათი აქვს დაყენებული რომ 7 საათზე ტრაპეზი რო იწყება 6 საათზე გაიღვიძონ და მოვიდნენ ტრაპეზზე. მე არასდროს ამ ტრაპეზს აღარ დავესწრები. მე დიდი მადლობა პატრიარქს რომ ხელს მომკიდებდა და წამიყვანდა თვითონ. იქ ვინც არიან დღეს მაშინ საპატრიარქოში ისინი ამას არ აკეთებდნენ. ძალიან მწუხვარ იმას რომ მათ ფულიანები უფრო უყვართ. მე ვნახე შინაგანად პატრიარქის სისუფთავე და სიწმინდე არაერთხელ. და გული მწყდება იმას რომ ადამიანები რომლებიც სხვანაირად უნდა მესახურებოდნენ პატრიარქს სახელს უტეხენ. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. და სად არის რა მდგომარეობაში მე გული გამისკდა რომ ვნახე შემდგომ რომ აი სამების ტაძარში ვერ შევდიოდი 7-8 წლის წინ ხალხი გარეთ რიგში ვიდექით 9 საათი რომ ასე დრო შევსულიყავით. იყო წელს ეგრე არ იყო. ამიდი იყო ცუდი არა. პირიქით კარგი. ხო უნდა დავფიქრდეთ რა ხდება. ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინეს. ყველაფრის. ამერიკაში აძულეს ხალხს, ევროპაში აძულეს ხალხს, რუსეთს აძულებენ ხალხს უკვე ხელისუფლება თავის მოქმედებით, იმიტომ რომ რუსულ ტალღაზია, ეს რუსეთისთვის ყველაზე საშინელი რამ არის. დღეს ვეუბნებოდი ბევრ ვინმეს, რომ ყველაზე დიდი ზიზღი რუსეთის ყალიბდება მაშინ, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება რუსულ გზაზე დგას. არაბებთან სიახლოვე, ირანელებთან სიახლოვე, ჩინეთთან სიახლოვე. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ძალიან რომ ნაწყენი ხართ ამერიკაზე. მე არ ვარ
ამერიკული იმის მომხრე. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ამერიკის ასეთი ლანძღვა არ არის ქართული. არც ფეხქვეშ გაგება ამერიკის კარგი და არც ამერიკის ლანძღვა გინებაა კარგი, რომელზეც ჩვენთან ლაპარაკობენ დღეს ქვეყანაში. არ არის კარგი. ეს არ მოიტანს სიკეთეს ქვეყნისთვის, მაგრამ ამერიკაც ამდემართალია ჩვენთან. პირველი რით? იმით, რომ ამერიკა ნომერ პირველ მტრად თვლის ჩინეთს. საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან. ესე იგი, ამერიკა, რომელიც ამდენი ხანი გეხმარებოდა, მის მთავარ მტერთან გააფორმე ხელშეკრულება. ამერიკაა დამნაშავე. კიდე კარგად იქცევიან. რამ მოგაწერიათ ხელი ჩინეთთან იმ ხელშეკრულებაზე? ეს არის საქართველო? ეს არის ჩვენი ტრადიცია? კარგით, დავანებოთ ჩინეთს თავი. მეორე ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში იმდენად ამ იმაზე ევროპასთან ურთიერთობას შევეხოთ ჯერ. ევროპასთან ურთიერთობა განაცხენებულია და ხალხს შეაძულეს ევროპა. ხალხო, თქვენ მოითხოვეთ, რომ 3 წლის წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გვინდა შემოსვლაო, იმათ გამოაგზავნეს კითხვარი და უთხრეს ამ კითხვებს გაეცით პასუხიო. მოითხოვეთ რა, ეს რა პასუხები გაუგზავნეს იქეთ. იმ ხელისუფლებას აქვს დღეს უფლება, რომ ევროპაზე ილაპარაკოს, ყველაფერში დაუწერეს, მზად ვართ, ფეხქვეშ გეგებითო. თქვენ ხართ ყველაფერი და რას გინდათ გვიქენითო რა. ესაა ის, რაც მიწერეს აქედან. დღეს ეუბნებიან საწინააღმდეგოს. ეს ნორმალურია? არაბებთან ერთი ამ ბაჩიაშვილის მიერ, ქურდების მიერ მის ჩაშვებას, შემოყვანას ისტორია იტყვის ამას ყველაფერს. რეალურად და გამოიყვანეს ბაჩიაშვილი ისე იგი არაბეთიდან, რომ საზღვარზეც არ არის რეგისტრირებული. საერთაშორისო ყველაფერი დაირღვა და მოიგონეს, რომ ვითომ აგერ ნახეს იმისი აზერბაიჯანის აი ზონაში ნახეს ვითომ აი ვეც აზერბაიჯანს ვერ მიაყენეს ისა და აი თითქოს ჩვენ ზონაში საიდან მოვიდა ვერ გააგვაქვს ეს ჩამოფრინდა ზეციდან. ვინ გააკეთეს ეს? ვინ გააკეთეს? ვარში ვართ არაბებთან და არაბები აგერ უკვე გვიპრობენ ხო? მივხედოთ ქვეყანას. გვიყვარდეს ეს ქვეყანა. ამ ქვეყანას ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. ჩვენ ღირსება გვაქვს იმით, რომ ქართველები ვართ. ყვახჭირშია დაკრძალული პიროვნება მამა გიორგი ბასილაძე, რომლის საფლავზე ამოკვეთილია მის სიტყვები. ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელია. აი დღეს ეს მდგომარეობა. ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ქართველობა ვერ აიტანს ვერც ასეთ ემიგრაციას და ვერც ასეთ მიგრაციას. ვერც ასეთ მიწების გაყიდვას და მიწებისადმი დამოკიდებულებას. ვერც ენერგეტიკის ასე გაყიდვას. ვერც ესე იგი ჩვენი სიმდიდრეებისადმი ამ დამოკიდებულებას. ვერც ჩვენი ტყეებისადმი ამ დამოკიდებულებას. ვერც იმას, რომ ჩინური სოფელია საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე ქუთაისში და ღვინოებს შეიხედოს და თანაც ეკონომიკური ზონაა, გადასახადები არა აქვთ იქ. ვერ აიტანს იმას, რომ კრიპტოვალუტას ვინც აწარმოებს, იგი იხდიდეს სამჯერ ნაკლებს ენერგიის გადასახადს, ვიდრე ჩვენ, მოსახლეობა და მეწარმეები. ამას ვინც აიტანს, ის ქართველი არ არის. ქართველი ვინც აიტანს ამ მდგომარეობას, რომელიც თქვა აი ასეთი უუფლებო რეგიონები იყოს, ასეთი დემოგრაფიული სიტუაცია ჰქონდეს, განათლების ასეთი რეფორმა ხდებოდეს, აი ასეთი ჯარიმების ასეთი სისტემა იყოს ქვეყანაში. თბილისში ასეთი მშენებლობების, აი დამანგრეველი, თბილისის დამანგრეველი მშენებლობების ასეთი სისტემა იყოს მოქმედებაში მოყვანილი. ამას ქართველი როგორ შეიძლება რომ შეეგუოს? თუ შინაგანად ქართველი ხარ, ამას არ შეიძლება რომ შეეგუო.
ამიტომ ის გუნდი, რომელიც იქნება, ის ჯგუფი, რომელიც იქნება, გამწევი ძალა, გამწევი. ეს არ არის, ანუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ვირივი ჩრომაა საჭირო. გამწევი ძალა უნდა იყოს, გამწევი ძალა არის, ცხენი, ხარი და ესეთი, აი ეს ძალა უნდა შევასრულოთ ის, რომ ჩვენი მდგომარეობა შეიცვალოს ქვეყანაში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობას ნელ-ნელა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რამდენი კაცი უყურებს ახლა ამ იმას, მე ხო ვიცი ძალიან კარგად, რომ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯერ დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, რომ ჩემი ქალიშვილის დაბადების დღე 60,000-მა კაცმა ნახა. და ის და დიდი მადლობა ყველას, ვინც ნახეთ და დიდი მადლობა იმ კომენტარების ყველაფრისთვის. და ვიმეორებ, აი როცა გადაცემა მიდის, აქ შეიძლება 2-3 კაცი ჩანდეს. თქვენ ჯერათ ახლა ეს ასე რო არის? ეს რა ბრძოლაა ბატონო? ეს ვის ებრძვით თქვენ? მე საქართველოსთან ვარ. და ვინც ებრძვის საქართველოსთან მდგომებს, აი დღეს საქართველოსთან მდგომების შეკრება გქონდა ჩვენ. ვინც ამათ ებრძვის, ისინი ქართულ საქმეს არ აკეთებენ. აი ეს არის პოზიცია, რომელიც პირველი გადაცემაა ჩემი, პარასკევის პირველი გადაცემა ამ წლის. პარასკევის პირველი გადაცემა. მეც გულახდილად გითხარით. მე ძალიან ვაფასებ იმ გადაცემას შობის წინა დღეს 6 რიცხვში დევს Facebook-ზე, რომელიც მქონდა ტელევიზია ქართული ტივით. დიდი მადლობა ბევრმა დამირეკა, ბევრმა მითხრა, დღეს საოცრად კარგი იმით ბატონო თემურ ჩილაჩავამ ანალიზი გამიკეთა იმისი და მითხრა, რომ აი რატომ ვარ კეთილად განწყობილი თქვენდამი, რომ აი ასეთი რამეები არა, მე ვარ მისადმი კეთილად განწყობილი და მე ვარ მეცნიერებისადმი კეთილად განწყობილი და ვერ ვხედავ მე საქართველოს მომავალს მეცნიერების გარეშე, მეცნიერებთან ურთიერთობის გარეშე. მე ძალიან ბევრ მეცნიერს ვეტყოდი, რომ თქვენ ბევრს ჭირდებით, მაგრამ თქვენი ფასი არ იცის. ჩვენ ვიცით თქვენი ფასი. მე ვიცი გიაკვაშილევას ფასი, მე ვიცი თემურ ჩილაჩავას ფასი. მე ვიცი უამრავი მეცნიერი, ვინთანაც ჩვენ მუშაობ, დავით გალეგაშვილი ამ მეცნიერების ფასი ვიცი. ვინც თქვენი ფასი იცის, ის არის ქართულად მომართული და არა ის, ვინცაც თქვენ ჭირდებით. დღეს საქართველოს მეცნიერთა უმეტესობა არ ვთქვი სწორად, დიდი ნაწილი, გარკვეული ნაწილი იხრება იმათკენ, ვისაც ისინი ჭირდება. ვისაც ჭირდებით თქვენ იმაზე, მაგრამ ჯობს იყოთ იმ ხალხთან, ვინც თქვენი ფასი იცის. ვინც თქვენი ფასი იცის, ეს ნიშნავს, რომ მან საქართველოს მომავალს ხედავს ის სწორად. ვიყავი და ვიქნები იმ პიროვნება, რომელმაც იცის მეცნიერის და მეცნიერების ფასი. და მე ვერ ვხედავ საქართველოს მომავალს მეცნიერის და მეცნიერების გარეშე. ყოველთვის მძიმედ ვარ განწყობილი იმ პიროვნებების მიმართ, ვინც მეცნიერებს იყენებს. მაგრამ ვინც მათი ფასი იცის, ეს არის საოცარი ჰარმონია მეცნიერისა და პოლიტიკოსის. პოლიტიკოსი, რომელმაც მეცნიერის ფასი იცის და მეცნიერი, რომელმაც იცის, რომ იყოს იქ, სადაც მას აფასებენ და არა იქ, სადაც ის ჭირდებათ. ჭირდებათ არა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი ავტორიტეტისთვის. ქვეყნისთვის რო ჭირდებოდეთ, ამას აჯობს. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ. მოდის ახალი წელი, ძველით ახალი წელი, სიკეთით და გამარჯვებით ვიყოთ. მე ვიცი, რომ ეს არის დიდი წარსულის ქვეყანა, მძიმე რეალობის, მაგრამ უდიდესი მომავლის ქვეყნის შვილები ვართ ჩვენ. ეს მომავალი უნდა შევქმნათ ჩვენ თვითონ. და ამ მომავლის შექმნაში ეს გამწევი ძალა, ისევე როგორც საზოგადოებრივი პარლამენტი, ისევე როგორც
სახელმწიფო კაცების საგრებული, ისევე როგორც თავისუფალი აზრის სახლი, ისევე როგორც ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას ორგანიზაცია, ისევე როგორც ქართული ერთობის დარბაზი, ისევე როგორც ფონდი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, ისევე როგორც მეცნიერთა კონგრესი და ისევე როგორც სააქციო საზოგადოება ქართული, რომლის სათავეში ბატონი რომან რურუა, სააქციო საზოგადოება ქართული სათავეში ჯუმბერ კოპალიანი. ეს ქვეყნისთვის ბეჭებს შედგმული ადამიანები არიან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამწევი ძალა ამ დიდ პოტენციალს გამოიყენებს. სიკეთით ვიყოთ, გამარჯვებით ვიყოთ. სიკეთით გამარჯვებული ქვეყანა გვინდა ჩვენ. და ბედნიერების სავსე საქართველოში უნდა ვიცხოვროთ. აი ამისთვის არის მეცნიერთა კონგრესი და ამისთვის იქნება ის, რასაც ქვია გამწევი ძალა. მაგრამ